გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. ესე იგი, ვიმყოფები სოფელ არაგვისპირში, რომელიც ეკუთვნის დუშეთის რაიონს. ეს ყოველ შემთხვევისთვის. ხო, და მინდა დღეს შემოგთავაზოთ ხის დამყნობა, მყნობა. ანუ კალმით მყნობა. არსებობს ორნაირი მყნობა, მე რამდენადაც ვიცი. არის კვირტით მყნობა და კალმით მყნობა. დღეს მე მინდა შემოგთავაზოთ ზუსტად კალმით დამყნობა. არ ვიცი რამდენად გამომივა. რა ვიცი, არ ამყავს გვერდში მდგომი რომ კამერა დამიჭიროს და ასე შემდეგ. ესე იგი, ეს არის რომელიც მე გადავჭერი, ესე იგი, უკვე გადავჭერი ძირი ხურმის. ანუ რომელიც ისხავს ძალიან წვრილ ხურმებს. აქვს ძალიან ბევრი კურკა, ერთ სიტყვით საჭმელად, გემო კი არა უშავს, მაგრამ მაინც არა რა. ანუ ხურმაზე ემყნობა კარალიოკი. ანუ ველურ ხურმაზე, თორე ხო არის ხურმა, რომელიც ზამთარში შემოდის და ძალიან მშვენიერი საჭმელიც არის, ხო? ესე იგი, ვიღებთ ახლა ჩვენ კალამს არსებული კარალიოკიდან უკვე ადრე დამყნობილიდან, აი ეს არის ნამყენი კარალიოკი, ანუ და ვიღებთ ერთ-ერთ კალამს. ამოვარჩევ აი მაგალითად რომელიც სახლისკენ მიდის, აი ამას. აი და მოვაჭრით აი ესე, აი. აჰა. გადაგვივარდა იქით. ავიღეთ ესე და მივედით ჩვენ ძირთან, რომელიც უნდა დავამყნოთ. ესე იგი, ამ კალამს ხომ ეხლა გაჩვენებთ როგორი ფორმა უნდა მივცეთ, ანუ რომ სამყნობად იყოს გამოსადეგი. დავაპაუზებ ხოლმე და ისე თორე ერთი ხელით ნამდვილად ვერ გავაკეთებ. ესე იგი, აი რა გამოგვივიდა. ესე იგი, კალამს რომელ მხარითაც უნდა ჩავსვათ. აი რომელ მხარითაც უნდა ჩავსვათ. ესე იგი, ვთლით, აი რომ ასეთი ფორმა მიიღოს. ესე იგი, გარე მხარეს დაუტოვებთ კანს, რომელიც არის ჩვენსკენ, ანუ და შიდა მხარეს ავაცლით კანს. გვერდებს შესაბამისად ჩაუთლით. თლათ კონუსი არაა საჭირო, თუ სწორად ჩათლით უკეთესი იქნება. ხო, მერე რას ვაკეთებთ, ესე იგი? აქ დედალ-მამლის გარეში არ გამოდის არანაირად. ესე იგი, სად ძირი, რომელზეც ვამყნობთ, არის დედალი, კალამი გამოგვდის მამალი. ანუ ეხლა რა ხდება, აი? ძირს ესე იგი დანის ჯერ ვხეთქავთ, ესე იგი ძირს, აი, გახეთქილია დანით. გადავწევთ რაც შეიძლება. ეხლა ცალი ხელით არ ვიცი როგორ გამომივა. და კალამი, ანუ მამალი ჩავა ზემოდან. აუ როგორ დავიჭირო ერთ სიტყვით, ხო? კარგით, ეხლა კიდევ დავაპაუზებ, ჩავსვავ და გაჩვენებთ. ანუ და კიდე მთავარი რა არის? აი ეს კანი, ესე იგი, ეს კანი, ხო? ხეს რომელიც აქვს, უნდა გაუთანაბრდეს კალმის კანს. კალმის კანს. ესე იგი, აი ჩავსვით ბოლომდე ჩვენი კალამი საძირეში. და როგორც ხედავთ, აი კანი არის კანზე გასწორებული. ხო, რა ვიცი. კიდევ შეიძლება აი მეორე ნახეთქშიც, ანუ ჩავსვათ მეორე ტოტი კიდევ. მაგალითად ერთმა 10 სეჭკა მოგცა, მეორემ შეიძლება არ მოგცეს. ან პირიქით, ან შეიძლება ორივემ გაიხაროს. მე ესე იგი რომელი ნაზარდით აჯობებს და გათამამდება, ხო, იმას დავტოვებთ, მეორეს მოვჭრით. ხო, სულ ეს იყო. ესე იგი, ამას რაც შეეხება, ესე არ დავტოვებთ და ესე არ გაიხარებს, არ არსებობს. უნდა შემოვახვიოთ კარგად მჭიდროთ ცელოფნის პარკი, ესე იგი. რა ვიცი, შეიძლება ცოტა მიწითაც შევულამაზოთ ეს ნაწილები, მიწა, ტალახი გავუსვათ და მე უკვე რომ ანუ ჰაერი და წყალი და რამე არ ჩავიდეს. რა ვიცი, სულ ეს იყო. და მინდა გაჩვენოთ აი დამყნობილი
2 წლის დამყნობილი ვაშლები როგორ გამოიყურება. აი, ზუსტად მასეთი სურათი იყო, რაც მე ახლა გაჩვენეთ და გახდა აი ასეთი. ესე იგი, ეს ამხელა უკვე გაზრდილი, ხო, იყო ესეთი პატარა კალმები. ესე იგი, საძირე გვაქვს მაჟალო, ანუ რომელიც გამოუდეგარია საჭმელად, მჟავი ვაშლი, წვრილი და დამყნობილია უკვე ნორმალური ვაშლი. აი, აქ იყო ორლულიანი, ესე ვთქვათ. ხო და ერთი არის სხვა ვაშლი დამყნობინი. Даже вот ერთია სხვა ჯიში, მეორე სხვა ჯიში, ესე იგი. ესე იგი, შეიძლება ერთ ჯიშზე სისქეს გააჩნია. ესე იგი, 4 ადგილას გავხეთქოთ ესე. 2 ადგილას და 4 კალამი ჩავარჭოთ, ანუ სხვადასხვა ძირები. ხო, აი, ეს უკვე გახარებული, ანუ რო გაიხარებს, მეორე წერს ცელოფანს ვაძრობთ. აი, როგორ არის შესრცხორცებული, შეხედეთ? აი. კარგით. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. კარგად ბრძანდებოდეთ.